ბრაზილიის არმია თავს იკავებს PCC-სა და კომანდო ვერმელიოს ტერორისტულ ორგანიზაციებად კლასიფიცირებისგან და აჩვენებს კონფლიქტს, რომლის დამალვასაც ბრაზილია ცდილობდა. მეორე მხრივ, ტრამპის მთავრობამ ეს ორი დაჯგუფება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მოაქცია და ტერორისტებად გამოაცხადა. მეორე მხრივ, ბრაზილიის სამხედრო სექტორები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ეს შეიძლება აიძულოს შეიარაღებული ძალები ჩაერთონ დისკუსიაში, რომელსაც ხელმძღვანელობა წლებია არიდებს თავს. ამ შაბათს 2026 წლის 30 მაისს დაძაბულობა მხოლოდ ლულას განცხადებაში არ არის, რომელიც მარკო რუბიოს წინააღმდეგ არის მიმართული და არც მხოლოდ ფლავიო ბოლსონაროს ჟესტში ვაშინგტონში. დაძაბულობა ბრაზილიის სახელმწიფოშია, რომელიც გაჩერებულია ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიებს, ატრიალებენ ფულს და კვეთენ საზღვრებს. რა აშინებთ ასე ძალიან? რატო არის ასეთი დიდი წინააღმდეგობა არმიის მხრიდან? როგორ გადააქცია ტრამპმა ეს დებატი ბრაზილიის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გიამბობ. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. ცენტრალური რედაქციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კულისებში წინააღმდეგობა გამოხატეს დაჯგუფებების ტერორისტულ ორგანიზაციებად სამართლებრივი კვალიფიცირების მიმართ. წარდგენილი არგუმენტია, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილება გამოიწვევდა დებატებს სამხედროების კონსტიტუციურ როლზე, ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში, რასაც ხელმძღვანელობა ისტორიულად ყოველთვის ერიდებოდა. მარტივიანით რო ვთქვათ, თუ ბრაზილია ამ ჯგუფებს ტერორისტებად გამოაცხადებს, გაიზრდება მოთხოვნა, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ ბევრად უფრო მკაცრი ზომები გამოიყენოს. ეს წინააღმდეგობა მაშინვე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თემას მეტი მნიშვნელობა მიანიჭა და დაჯგუფებები ტრანსნაციონალურ საფრთხედ გამოაცხადა. ტრამპის მთავრობა მხოლოდ იმას არ ამბობს, რომ ბრაზილიაში დანაშაული არსებობს. ის ამბობს, რომ ეს ქსელები რეგიონს აღწევს, გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკული სამართლებრივი არსენალით არის საჭირო. როდესაც ბრაზილიის არმია ყოყმანობს, დარჩენილი შთაბეჭდილება მძიმეა. გარეთ ბრაზილიური ორგანიზებული დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცევა. აქ შიგნით სისტემის ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს დებატები ბიუროკრატიაში დატოვოს. სამხედროების არგუმენტს კონსტიტუციაზე ფორმალური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ქუჩის რეალობას არ პასუხობს. თუ ორგანიზებული დანაშაული იყენებს ავტომატურ იარაღს, აკონტროლებს ტერიტორიას, გადაადგილებს საერთაშორისო ფულს, ავრცელებს ნარკოტიკებს, აკიდულებს აგენტებს და შიშს თესავს ჩვეულებრივ მოქალაქეებში, როდემდე განიხილავს ბრაზილია ამას როგორც ჩვეულებრივ პოლიციურ პრობლემას, სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგობა უშლის პირდაპირ პასუხს და პოლიტიკურ ფასს ბრაზილიას აკისრებს. ეხლა ლულას მთავრობას უნდა აუხსნას, რატო უარყოფს ამერიკულ გამკაცრებას მაშინ, როცა იმავე დაჯგუფებებთან ბრძოლას ქვეყნის შიგნით პირდება. ლულამ გაღიზიანებული ტონით უპასუხა 29 მაისს. მან თქვა, რომ მარკო რუბიოსთან დაკავშირებული ამბავი დაამწუხრა. აღნიშნა, რომ ბრაზილია არ მიიღებს ბავშვით მოპყრობას და გააკრიტიკა ფლავიო ბოლსონარო ვაშინგტონში მხარდაჭერის ძიებისთვის. ასევე თქვა, რომ PCC და კომანდო ვერმელიო ტერორისტები არიან ბრაზილიურ საზოგადოებებში, მაგრამ უარყო ის ფორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა საქმე წარმოადგინა. წინააღმდეგობა აშკარად გამოიკვეთა. თუ ეს დაჯგუფებები ტერორისტებად მიიჩნევიან იმ ხალხისთვის, ვინც მუქარის ქვეშ ცხოვრობს, რატომ აღშფოთდება მთავრობა, როცა ტრამპი ამავე სტრუქტურებზე საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებს? მთავრობა ცდილობს გატყიდოს იდეა, რომ ამერიკული კლასიფიკაცია საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს. მაგრამ სუვერენიტეტი ტერიტორიული კონტროლის გარეშე უბრალოდ ლამაზი სიტყვაა ოფიციალურ განცხადებაში. მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სუვერენიტეტს ვერ გრძნობს, როცა კრიმინალის ბრძანებას ემორჩილება. ვაჭარი, რომელიც არაფორმალურ გადასახადს იხდის, სუვერენიტეტს ვერ გრძნობს. ოჯახი, რომელსაც თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, სუვერენიტეტს ვერ გრძნობს. და სწორედ ამ საკითხს იყენებდა ტრამპი. დებატი კაბინეტიდან რეალურ ცხოვრებაში გადავიდა. პროკურორი ლინკონ გაჩია, რომელიც პრიმეირო კომანდო და კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლაში ცნობილია, კიდევ ერთ გაფრთხილებას გვაძლევს. მისი თქმით, კლასიფიკაცია ცვლის ამ თემისადმი მიდგომას შეერთებულ შტატებში მხოლოდ პოლიციური ლოგიკიდან გადადის თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში. მან აღნიშნა შიში, რომ ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოდეს ან გახდეს კონფიდენციალური და ეს იმოქმედებს მონაცემების სწრაფ გაცვლაზე ბრაზილიელ და ამერიკელ ხელისუფლებებს შორის. ასევე დააყენა შესაძლებლობა, რომ ბრაზილიაში განხორციელდეს საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციები, რამაც CIA დებატის ცენტრში მოაქცია. ადრე თანამშრომლობა განიხილებოდა როგორც პოლიციებს შორის გაცვლა, სადაც მონაცემები ეხებოდა წევრებს, მარშრუტებს, იარაღით ვაჭრობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და ფულის გათეთრებას.
ახალი კლასიფიკაციით ვაშინგტონს შეუძლია გააძლიეროს საიდუმლოება, გაამკაცროს თვალთვალი და იმოქმედოს სხვა დონეზე ავტონომიით იმ ქსელებთან მიმართებაში, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში მიაჩნია. ეს აშინებს ბრაზილიის ხელისუფლებას, რადგან ეს ართმევს ბრაზილიის მთავრობას ნარატივის კონტროლს. ეს აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი გამოძიება. ეს არის საერთაშორისო ზეწოლა ფულზე, კონტაქტებზე, კომპანიებსა და შუამავლებზე. ფინანსური სფერო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარია. მედიაში გამოქვეყნებული ანალიზები მიუთითებს, რომ ეს კლასიფიკაცია შეიძლება შეეხოს ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, ფონდებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, სამთო-მრეწველობას, აგრობიზნესს და ექსპორტიორ ინდუსტრიას. თუ გამოჩნდება კავშირები კლასიფიცირებულ ორგანიზაციებთან, რისკი არ ეხება ჩვეულებრივ მუშაკს და სუფთა კომპანიას. რისკი ჩდება მათთვის, ვინც მუშაობს ბინძურ ფულთან ახლოს, ემსახურება არასწორ შუამავალს, თვალს ხუჭავს ფულის გათეთრებაზე, ან სარგებლობს დანაშაულით დაბინძურებული ჯაჭვით. ფლავიო ბოლსონარო ამ ეპიზოდში ჩნდება როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ეს თემა ვაშინგტონში აიტანა და დაჯგუფებებთან ბრძოლა ლულას წინააღმდეგ საარჩევნო იარაღად აქცია. თავრობამ დართმა იგრძნო, რადგან საზოგადოებრივი უსაფრთხოება პეტისტების მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტეა. ლულას პასუხი არ ყოფილა ზეწოლის მიღება PCC-სა და კომანდუ ერმელიოს წინააღმდეგ და მკაცრი თანამშრომლობის შეთავაზება მკაფიო წესებით. პასუხი იყო ამერიკელების ქმედების გაკრიტიკება, ბოლსონაროს ოჯახის გაკრიტიკება და დებატი სუვერენიტეტის თემაზე გადატანა. მაგრამ ხალხს აინტერესებს, ვინ დაასუსტებს დაჯგუფებებს და არა ის, ვინ მოიგებს ტრიბუნის ჩხუბს. საერთაშორისო რეაქციამაც საინტერესო სიგნალები აჩვენა. ჩინეთმა დაიცვა არჩარევის პრინციპი და გააკრიტიკა გარე ზეწოლა შიდა საკითხებში. ლუასთვის ეს დიპლომატიურ რიტორიკაში ეხმარება. ვინ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აკვირდება, მათთვის კითხვა ისე უპასუხოდ რჩება, ვინ დაუპირისპირდება დაჯგუფებების რეალურ ძალას ბრაზილიის მიწაზე. შემდეგი ნაბიჯი იწყება 5 ივნისს, როდესაც ამერიკული კლასიფიკაცია ძალაში შევა. ამის შემდეგ ბრაზილიის მთავრობას მოუწევს გადაწყვიტოს ითანამშრომლებს თუ არა ვაშინგტონთან მკაცრი პირობებით, თუ კი გააგრძელებს პოლიტიკურ ბარიერზე დაკრდნობას, რაც შეიძლება დაჯგუფებების გარშემო არსებულ სისტემაზე ირიბი დაცვის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. არმიას მოუწევს ახსნას, არის თუ არა მისი წინააღმდეგობა კონსტიტუციური სიფრთხილე, თუ შიშია, რომ საკუთარ თავზე აიღოს კრიზისი, რომელიც უკვე პოლიციის ყოველდღიურობას გასცდა. დაჯგუფებების სიტყვებით არ დასუსტდება. მათზე ზეწოლა მაშინ განხორციელდება, როცა ფული, ლოგისტიკა, პოლიტიკური დაცვა და საერთაშორისო კავშირები ერთდროულად დაზარალდება. ტრამპის გადაწყვეტილებამ ეს რუკა მაგიდაზე დააკენა და ბრაზილიას აიძულა პოზიცია დაეკავებინა. ეხლა თითოეული უკანდახევა და თითოეული მცდელობა თემა შეიცვალოს, აღიქმება როგორც შიში. შეეხონ ყველაზე მგრძნობიარე წერტილს. ბრაზილიამ დანაშაულს ძალიან დიდი ზრდის საშუალება მისცა და მსოფლიომ ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუჭირე მოწონება ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდე უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.